განვლილი სავაჭრო სესია საკმაოდ პოზიტიური იყო ამერიკული ბაზრისათვის, საშუალოდ 1%-იანი ზრდა ვიხილეთ. დღეს კი უოლ-სტრიტის საფონდო ბირჟაზე ინვესტორების განწყობა რაღაცნაირად ძალიან ნეგატიურია, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორთან მიმართებით. S&P 500 მაგალითად არის შემცირებული 0.59%, Dow Jones-ი -0.09%, აი NASDAQ-თან კი 1.19%-იანი კორექცია გვაქვს და ეს რიცხვი თავისი არსით გამომდინარეობს აი ამ რეალობიდან, როგორც ხედავთ, აბსოლუტურად ყველა ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის შეფასება დღეს ძალიან მკვეთრად არის შემცირებული. Nvidia-ს აქვს 3%-ზე მეტი ვარდნა, Microsoft-ს 2.5%, Amazon-საც 2.5%, Meta 1.5% დაეცა, Broadcom-ი კი საერთოდაც ლამის 5%-ით არის შემცირებული. ეს ყველაფერი რეალურად War-ის კანდიდატურის წამოყენებას უკავშირდება, მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ის გახდება Fed-ის მომდევნო ხელმძღვანელი, შესაბამისად War-თან მიმართებით არის მოლოდინები იმისა, რომ ის ალბათ ისევე როგორც ადრე, როდესაც ის Fed-ის საბჭოში იმყოფებოდა, შეინარჩუნებს კაცრი მონეტარული პოლიტიკის ძალიან კონსერვატიულ მიდგომას, რაც ის არ არის, რასაც აქამდე ინვესტორები მოელოდნენ. ყველას გვეგონა, რომ Fed-ის ახალი ხელმძღვანელი იქნებოდა შედარებით ლიბერალური, შედარებით გახსნილი, რომელსაც ენდომებოდა დოლარის გაუფასურება, ამერიკული საფონდო ბირჟის ზრდა, მაგრამ ჯერჯერობით მივიღეთ კანდიდატი, რომელიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა. ცხადი არ ვიცი თუ ის უშუალოდ და მისი ბორდი რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მომავალში, მაგრამ ჯერჯერობით მისი კანდიდატურის დაყენება ინვესტორებს არ მიუღიათ პოზიტიურად. ვიხილეთ მაღალი მერყეობა კრიპტობირჟაზე, დაღმასვლა მეტალების ბირჟაზე და ახლა უკვე საფონდო ბირჟაზეც გავრცელდა ეს ნეგატიური განწყობა და მოლოდინები. შეიძლება ეს ყველაფერი ზედმეტი პანიკის შედეგი იყოს, შეიძლება War-ში საერთოდ სხვა ადამიანი აღმოჩნდეს და მისგან აბსოლუტურად საპირისპირო პოლიტიკა მივიღოთ, მაგრამ ბირჟა ასე მუშაობს ზოგადად აქ ფასების უდიდესი ნაწილი გამომდინარეობს სამომავლო მოლოდინებიდან და პროგნოზებიდან, ხოლო მოლოდინები მასთან მიმართებით დიდად პოზიტიური ამ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ არის და ეს ფასებშიც ჩანს. აქვე უნდა გადავიდეთ ევროპაში, სადაც წინა სავაჭრო სესია ძალიან კარგი იყო, +1.5% ვიხილეთ, აი დღეს კი როგორც ხედავთ, ფაქტობრივი უძრაობა გვაქვს. აზიაში კი ვითარება ძალიან კარგია. შანხაი გაიზარდა 1.29%, ნიკეი კი ლამის 4%-ით ერთ სავაჭრო სესიაზე, ახალ რეკორდზე ავიდა სხვათა შორის ნიკეის ინდექსი, რა დროს მოვესწარით, იაპონური საფონდო ინდექსი, ლამის ყოველკვირა ახალ რეკორდზე ადის, არადა მთელი 24 წლის განმავლობაში იაპონია რეკორდის დაფიქსირებას ვერ ახერხებდა, მოგახსენებათ დაკარგული 10 წლეულების ეპოქა, რა დროსაც არც საფონდო ბირჟა და არც ეკონომიკა ფაქტობრივად იაპონიისა არ გაზრდილა, თუმცა ახლა უკვე სანაეთ აკაიჩის ეპოქაში ვიმყოფებით, სადაც არის ძალიან სწრაფი ზრდა და ეს ზრდა ჩანს უკვე საფონდო ბირჟაზეც ძალიან კვეთრად. ვისაუბროთ აქვე ნავთობზეც, ის გაძვირებულია დღეს 1%-ით, ბრენტის ფასი $67 და WTI $63 ვაჭრება, თუმცა ძალიან მკვეთრად 6%-ით არის გაუფასურებული რუსული ნავთობი, ურალის ფასი შეადგენს $53, რაც უკავშირდება ერთ მარტივ მოვლენას ინდოეთმა ოფიციალურად მაინც ყოველ შემთხვევაში განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის ყიდვას, ამიტომაც რა თქმა უნდა ბუნებრივია რუსული ნავთობი არის გაეფებული. ასევე 12% დაეცა ამ კვირის განმავლობაში ბუნებრივი არის ფასი ევროპისა და ამერიკის მასშტაბით, ამას კი ის განაპირობებს, რომ კლიმატური ვითარება არის გამოსწორებული და ინვესტორებს აღარ ეშინიათ არც ყინვის, არც მიწოდების ჯაჭვის შეფერხების და მათ შორის არც ახლო აღმოსავლეთში ახალი ომის დაწყების. ამ ყველაფრის ფონზე მეტალების ბაზარი იყო ძალიან ვოლატილური, ბოლო 2-3-4 დღის განმავლობაში, გვახსოვს ხუთშაბათს რეკორდები დაფიქსირდა, პარასკევს 40% დაეცა ვერცხლის ფასი, ხოლო დღეს ძალიან მკვეთრი ზრდა გვაქვს, ისევ 7%-ით გაძვირდა ოქრო, ლამის $5,000 დაუბრუნდა იგი, ვერცხლის ფასი კი, როგორც ხედავთ, $89 ფარგლებში აუნციაზე 12%-ია დღევანდელ სავაჭრო სესიაზე მატება, არადა ჯერ კიდევ გუშინდელ სავაჭრო სესიაზე უნცია მეტალის ფასი შეადგენდა $72. ამ მდგომარეობით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოქროსა და ვერცხლის ბაზარი არის ყველაზე ვოლატილური
გლობალურ ბაზრებს შორის, მათ შორის კრიპტო ინდუსტრიაზე ვოლატილურიც კი. კრიპტო ინდუსტრია კი ისევ და ისევ რაღაცნაირად სტაგნაცია, რეცესიის ფაზაშია, -2% გვაქვს. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი არის $77,000, ეთერიუმი $2,200 ვეჭრება. კლება არის ერთ კვირაში, როგორც ხედავთ, 12% ბიტკოინთან, ეთერიუმთან -22%, კაპიტალიზაცია 272 მილიარდი ეთერიუმის, ბიტკოინის კი $1,529 მილიარდი. აქ უნდა ვისაუბროთ ტრადიციულად ლონდონის საფონდო ბირჟაზეც. გუშინდელ საბაჟო სესიაზე საქართველოს ბანკი ავიდა ახალ რეკორდზე, დღეს კი მცირედ იკლება გვაქვს 0,78%-ის ფარგლებში. TBC-საც კორექცია აქვს და ეს კორექცია შეადგენს 0,5%-ს. ეროვნული ვალუტის შემთხვევაში კურსი გვაქვს 2,68 უკვე, ანუ ამ მიმართულებით ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდა. ევროს კურსი არის 3,17, აქაც გამყარება, ხოლო სტერლინგის კურსია 3,77. და ბოლოს აქვე ორი სიტყვა უნდა ვთქვათ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ ფონდში და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, მისი მოცულობა კი წლიური საშუალო სტანდარტულად შეადგენს დაახლოებით 9%-ს, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის კონის შემთხვევაში კი სარგებელი ახლავს 10%-ის არის წლიური ამონაგები, რომელიც თქვენ გადასხებათ ყოველდღიურად. Foresight Investment Group კი არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული და ლიცენზირებული კომპანია.